ჯერ ისევ არ არის ოფიციალური პასუხი თუ რა გახდა ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი და გარდაცვლილი ექთნის დაღუპვის მიზეზი. ჩვენი ჟურნალისტი ლაშა კვესელაძე უკვე რამდენიმე კვირა ამ თემაზე მუშაობს და მედიკოსებთან ერთად ცდილობს იპოვოს პასუხი თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია გართულებები მეგი ბაქრაძის ორგანიზმში. სპეციალური პროგრამის საშუალებით კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე ლაშამ აღადგინა კომაში მყოფი ექთნის სამგანზომილებიანი მოდელი და აღმოაჩინა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომლისთვისაც აქამდე არავის მიუქცევია ყურადღება. მეგი ბაქრაძეს ფილტვების ინტუბაცია არასწორად უტარდებოდა და შედეგად მისი ერთი ფილტვი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა. კომპიუტერის საშუალებით აღდგენილ სურათში პირდაპირ გამოჩნდა, რომ სასუნთქი მილი მხოლოდ ერთი ფილტვისკენ ჩადის. შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი საბედისწერო შეცდომა, რომელმაც საბოლოოდ ტრაგედიამდე მიგვიყვანა. რამდენიმე დღის წინ ახალციხეში COVID ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩანაწერების გაანალიზება დაიწყე. ეს კვლევა მას ახალციხიდან თბილისში გადმოყვანის შემდეგ საღამოს 9-ის ნახევარზე გაუკეთეს. ექიმი არ ვარ, კომპიუტერული ტომოგრაფიის წაკითხვა სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. ამიტომ კვალიფიციურ სპეციალისტებს მივმართე. მათ რამდენიმე დეტალზე მიმაქცევინეს ყურადღება. მათ შორის ყველაზე საინტერესო მეგი ბაქრაძის ხელოვნური სუნთქვის მილი აღმოჩნდა. ინტერვიუზე არ დამთანხმდა, მაგრამ ერთ-ერთმა ექიმმა რადიოლოგმა ეს ადგილი მაჩვენა და მითხრა, რომ ეს შავი სიმრგვალი არის მეგი ბაქრაძისთვის ჩადგმული ხელოვნური სასუნთქი აპარატის მილი, რომელიც ტრაქეიდან მარჯვენა ფილტვში გადადის. და ამის დასტურად მაჩვენა, როგორ შეიცვალა შავმა რგოლმა პოზიცია. და ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურ სასუნთქ აპარატზე მიერთებული მეგი ბაქრაძე ფაქტობრივად მხოლოდ ცალი ფილტვით სუნთქავდა. მეტი თვალსაჩინოებისთვის YouTube-ის სასწავლო ვიდეოც ვნახეთ. აქაც კარგად ჩანს, როგორ არის სწორი. სასუნთქი მილი ინტუბაციისას ექიმმა ფილტვების განშტოებამდე უნდა გააჩეროს, რომ ჰაერი თანაბრად განაწილდეს ორივე ფილტვის მიმართულებით. ამ ვიდეო გაკვეთილში მეგი ბაქრაძისნაირი შემთხვევაც არის აღწერილი. საინტუბაციო მილი არასწორად მარჯვენა ფილტვში ჩადის და შედეგად მხოლოდ ერთი ფილტვი სუნთქავს. უფრო კარგად რომ დამენახა, როგორ ჩადიოდა საინტუბაციო მილი მეგი ბაქრაძის ფილტვში, კომპიუტერული ტომოგრაფიის ფაილი სხვა პროგრამით გავხსენი, რომელმაც ის სამგანზომილებიან გამოსახულებად გარდაქმნა და ცხადად დავინახე ყველაფერი, რაც ტომოგრაფიის გადაღების დროს ხდებოდა. გამოჩნდა მეგი ბაქრაძეც, საინტუბაციო მილიც და ისიც, როგორ ჩადის ის მხოლოდ ერთ ფილტვში. ექიმმა რადიოლოგმა ფაქტობრივად დარწმუნებით მითხრა, რომ მეგი ბაქრაძეს ორივე ფილტვი ძალიან დაზიანებული ჰქონდა COVID-ისგან და ეს ძალიან კარგად ჩანდა ტომოგრაფიის გამოსახულებაზე. ეს ფაილები პულმონოლოგსა და გულმკერდის ქირურგს ვახტანგ ქაცარავასაც ვაჩვენე. მან დაგვიდასტურა, რომ მეგი ბაქრაძეს ორივე ფილტვი ვირუსისგან ჰქონდა დაზიანებული. ჩვენ აი ამ სურათის მიხედვით შეგვიძლია ამ კომპიუტერული ტომოგრაფიის მიხედვით შეგვიძლია საასახად ვთქვათ, რომ ეს ფილტვების დაზიანება პაციენტს ჰქონდა დიდი ხნის წინ უკვე. დიდი ხნის წინ ეს ეტყობა, მე ხარ არ შემიძლია 100%-ში ეს თქვა, მაგრამ აი ამის მიხედვით, რასაც მე ვხედავ, ეტყობა ქონდა. COVID-ი, იმიტომ რომ ამიტომაც არის პოლიმორფიზმი, ანუ ვიმეორე ფისები, არის ფიბროზიც და არის დაბრუნული მიდის სინდრომი. ვახტანგ ქაცარავამ ასევე დაგვიდასტურა, რომ საინტუბაციო მილი მეგი ბაქრაძეს ნამდვილად მხოლოდ ერთ ფილტვში ჰქონდა ჩადგმული, რაც მისი გადარჩენის შანსებს ნამდვილად არ გაზრდიდა. ნახე ფილტრას დღეში შეხედე. ზედა ნაწილები, ფილტრი ჩანს. აი ეგ არის მილი. ნუ რა თქვა უნდა ახლა ეს მილი უნდა იდგეს ტრახეაში, იმდენ უნდა იდგეს ტრახეაში, რომ ორივე ფილტვი თანაბრად მუშაობდეს, ხო? აქ ორივე ფილტვი თანაბრად არ მუშაობს, ეს ფაქტია, აგერ ხედავთ, მუშაობს ძირითადად მარჯვენა ფილტვი და მარცხენა ფილტვში სადღაც 20% აი მოცულობის ხდება, სუნთქვის მოცულობის ხდება 20%, რაც უნდა ხდებოდეს ფაქტია. პრობლემა არის ასეთ გომალობა. რა თქმა უნდა პრობლემაა. რაც უფრო ფილტვები მეტად დაზიანებული, მით უფრო დიდი პრობლემაა ეს.
ვახტანგ კაცარავას თქმით, ინტუბაციისთანავე ექიმმა პაციენტს ან რენტგენი უნდა გადაუღოს, ან ენდოსკოპით მაინც უნდა მოусმინოს და დარწმუნდეს, რომ ხელოვნური მილიდან გამოსული ჰაერი მხოლოდ ერთ ფილტვში არ ჩადის. იმის საკითხავად, ვინ და როგორ გაუკეთა მეგი ბაქრაძეს ინტუბირება, ახალციხეში ჩავედით. დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ მისი ინტუბირება აქ დაუყოვნებლივ მოხდა, როგორც კი გონება დაკარგა. კლინიკა იმედში ხელმძღვანელთან გასაუბრება ვითხოვეთ. გიორგი ბარძიმაძე ადგილზე არ დაგხვდა. მას ტელეფონით დაუკავშირდით. კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანს, რომ ინტუბირების დროს, ანუ ინტუბირება არის გაკეთებული მარჯვენა ფილტვში და არა ტრაქეაში. ოიმე გასულაპარაკობთ, ეგეთი რაღაცა არ ვიცი. ხო და ამიტომ ვამბობ, ანუ ინტუბირება გაკეთდა აქ, მაშინ ვის შეუძლია ამაზე საუბარი? რას ქვია მარჯვენა ფილტვში არის გაკეთებული და აღარ აი ამიტომ მინდოდა რომ აგიხსნიდით ზუსტად ადგილზე. მე მაგას ვერა, მაგასში კომპეტენტური არა. ვინ არის მაშინ თქვენთან კლინიკაში? დაველაპარაკები ასეთ რაღაცაზე ჩვენ იმას რა ქვია. ან კლინიკურ მენეჯერს კითხავ, ან იმან გაცეთ რამე პასუხი რა. კი, აქ ვართ ბატონოგია და გელოდებით. დიახ. თქვენ დამირეკეთ ხო? დიახ, მე დაგირეკეთ. თქვენ რა ქვიათ? ლაშა. ბატონო ლაშა, ანუ მე მაგაზე რა თქმა უნდა არ ვიცი. ასე დავურეკე ჩვენ მენეჯერსაც ველაპარაკე. პასუხი და ასე კომენტარი არავის არ აქვს არაფერი. ჩვენგან გაიტოვეთ და წავიდა და ეხლა მაგ რა მოხდა? ალბათ ვინც რაღაცას ამბობს და აკეთებს, იმან უნდა თქვას თავისი აზრი. ეხლა რა ვიცი რა მოხდა იქ კომპიუტერ ტომოგრაფიის გადაღებაზე, გადაწვენაზე, გადმოწვენაზე, ნიშნავს არ ვიცი ხო? არა, ნახეთ, მეკითხვა მექნება, რომ აქ ამ შემთხვევაში, როდესაც გაკეთდა ინტუბაცია, მე რა მეთოდით შემოწმდა, სწორად იყო თუ არა ინტუბირებული, ეს არის ჩემი კითხვა, რა მეთოდით შემოწმდა? მე არ ვიცი, მაგაზე ვინ გააკეთა იმასთან რომ დავაზუსტოთ? ვინ გააკეთა ინტუბაცია? ვინ გააკეთა ინტუბაცია და მე ის მან შემოწმა თუ არ შემოწმა? თქვენ არ იცით ვინ გააკეთა ინტუბაცია, თელმა საქართველოს ვინ გადაიყვანა, ვინ გააკეთა, როგორ არის? ანუ ბატონმა გიორგიმ გააკეთა აფციაურმა ინტუბაცია. ალბათ ან გიორგი აფციაურმა გააკეთა, აბა ვინ გააინტუბირებდა? მაშინ რო ვკითხოთ ბატონ გიორგის, მაშინ გიორგის რო ვკითხოთ. გიორგი თანძანდებით, ხო? დიახ. თქვენ გესაუბრეთ, მე დაგინიჭე. რა გაარკვიეთ კონკრეტულად? მე ვერაფერს ვერ გიტყვი. დირექტორმა არ გვიპასუხა, როგორ მოხდა მეგი ბაქრაძის ინტუბირება და შემოწმდა თუ არა სასუნთქი მილი მას სწორად თუ ჰქონდა ჩადგმული. მეგი ბაქრაძე ხომ თბილისში გადაყვანამდე ამ კლინიკაში 5 საათის განმავლობაში იყო და იგივე მილით ინტუბირებული წაიყვანეს ის თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში, კიდევ რამდენიმე საათიან გზაზე. რენტგენი არის. მე კომენტარზე რენტგენი არ უნდა არანაირი კომენტარი. ვინ გააკეთა ინტუბაცია? ბატონ გიორგის მიაწვინეთ ხმათქო დაუსვით. ეს ყველაფერი აღწერილია, ყველაფერი თავის ადგილზეა, ისტორია, ყველაფერი გადაცემული. ამას გამოძიება იძიებს და დათებს შესაბამის დასკვნას რა. გიორგი ბარძიმაძე მალევე გამოვიდა კლინიკიდან. კიდევ ერთხელ ვცადეთ მისთვის გვეჩვენებინა მტკიცებულება, რომ მეგი ბაქრაძეს სასუნთქი მილი არასწორად ჰქონდა ჩადგმული. ეს არის მოძრაობა და გამოდის მარჯვენა ფილტვში. გამოვიდეთ, თქვენ შეიძლება ეს იცოდით, არა? სპეციალისტმა თქვა, ეს ხომ არ ვარ ამის სპეციალისტი. აი მათმა გაარკვევი, თქვენ ვენდობით ის სპეციალისტი. ერთ-ერთი მინდა ვიცოდე, რომ ბატონ გიორგის მიაწვინეთ, ხმა იქნებ რამის თქმა უნდა. დამეხმარებით ვიცოდე. არავის აღარ უნდა კომენტარს გაკეთება. ყველაფერი გაკეთებული და ყველა კომენტარია, რაც შეიძლება გაკეთებული იყოს. განარჩენი გამოიძებენ ემოციური იქნება. ტოპზე რო ჩამს მინისებული დაბურული, ანუ მინის ეფექტი. ვიცით, რომ მეგი ბაქრაძე ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს და აქ უკვე მაინც უნდა მიხვდარიყვნენ, რომ სასუნთქი მილი მას არასწორად ჰქონდა ჩადგმული. დაურეკეთ კლინიკის ხელმძღვანელს ლევან რატიანს. როდესაც საინტუბაციო მილმა შეიძლება ჩავიდეს, ჩასრიალდეს მარჯვენაში, ანუ შესაძლებელია ეს იყოს, მაგრამ მე როდესაც უსმე ფილტრებზე ასწორებ მივხსა, ანუ აყენებ ისე, რომ თუ თქვა ტარდებოდეს თანაბრად. ახალციხიდან ესე ჩამოვიდა თქვენთან მარჯვენა ფილტვში ეგ არ არის პრობლემა ნამდვილად. მე თქვით რომ მე ვინ ნახა ეს კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ მე შემიძლია ვისწრაფო რომ პაციენტთან
საინტუბაციო მილი იდგა ტრახეაში და სულ ტარდებოდა თანამდებობა. ჩვენმა კონსულტანტმა ექიმმა რადიოლოგებმა ჩვენ განგვიმარტეს, რომ ინტუბაციის მილი ტრაქეაში სპეციალური გასაბერი ფიქსატორით მაგრდება და პაციენტის სხეულის მოძრაობის მიუხედავად მილის პოზიცია წესით არ უნდა შეიცვალოს. ლევან რატიანს ვკითხეთ, მას შემდეგ თუ გაასწორეს ინტუბაციის მილი, რაც დაინახეს, რომ მხოლოდ ერთ ფილტვში ჩადიოდა. გასწორება მოხდა ამ შემთხვევაში? ეს უკვე ისტორიაში ასახულია. დოკუმენტაციაში ჩვენ ვერც ის ვნახეთ, რომ მილი არასწორად იდგა და ვერც ის, რომ ის გაასწორეს. ლევან რატიანს ასევე ვკითხეთ, მათაც თუ დაინახეს, რომ მეგი ბაქრაძის ფილტვების დაზიანება COVID ინფექციაზე მიუთითებდა. მე ჩავატარე ტესტი COVID-ზე, PCR მიმდინარე COVID-ი მასთან არ იყო და რუგარს აღებული აქვს როგორც ის. ყველას და იმუნოლოგიურ დასასწინდადები. ესე იგი, რადგან ლაბორატორიულად დადგინდა, რომ მეგი ბაქრაძეს 10 წლის დღეს COVID-ი არ ჰქონდა, უნდა დაველოდოთ ანტისხეულებზე ჩატარებული ანალიზის პასუხს. რომ გაირკვეს, რამდენიმე თვის წინ ხომ არ ჰქონდა მას უსიმპტომო COVID-ი და ამიტომ ხომ არ დაუზიანდა ფილტვები. ექთნის ოჯახის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ მეგი ბაქრაძეს COVID-ი არ ჰქონია, ვინაიდან მისთვის შესაბამისი სიმპტომები არასოდეს შეუნიშნავთ. ერთი თვით ადრე რო ქონდოდა ისა 4 თვე მადმუშაობდა ციებ-ცხელების ცენტრში. ყველა მესამე დღეს იყო, ყველას გადატანილი ქონდა COVID-ი, მარტო მაგას არ ქონდა გადატანილი. სამსახურში მიდი. ალბათ გარდაცვალებიდან ერთი 4 თვე დაიწყო თუა ისა COVID-ი ცხელების ცენტრად გადაკეთდა, გადაიყვანეს მათ ექთნად. მანამდე სანიტარი იყო ბავშვთაში. ახალციხეში ბავშვთა რა სამონტო? და იქნებ მანამდე იქ გადაიტანა. არ არსებობს. არაფერი არ ჭირდა სახში არავის არ შეხვედრი. არც ხველა, არც სიცხე, ასეთი რაღაცა არ ქონია სახში. ისე ძალიან ეშინოდა, ჩვენ მრავალრიცხოვანი ოჯახი გვაქვს სახში და ამისი ძალიან შიში ქონდა, მე კიდე ასაკიანი ქალი ვარ. ამის და თან პატარა ბავშვებიც მყავს სახში და ამისი ძალიან ეშინოდა და ძალიან ერიდებოდა. აი ნორმალური ფილტვის სურათი, ხედავთ, როგორი მუქია, ხო? აი ხედავთ, როგორ აი დაბურულ მინას გავს, აი ხედავთ. აი დაურთქლილი, აი ხედავთ, ხო? როგორი განსხვავება, აი ამას ქვია დაბურული მინის სინდრომი. ვახტანგ ქაცარავა ტომოგრაფიის სურათზე ისეთ ცვლილებებს ნამდვილად ხედავს, რაც წარსულში გადატანილ ინფექციაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი იმის დადგენა, რამდენიმე თვის წინ უსიმპტომოდ ხომ არ გადაიტანა მეგი ბაქრაძემ COVID-ი, რამაც მას ფილტვები დაუზიანა. ვახტანგ ქაცარავამ კიდევ ერთ საინტერესო დეტალს მიაქცია ყურადღება, ფილტვების იმ 80%-იანი დაზიანებით, რომელსაც ის ტომოგრაფიის ფაილში ხედავს, წესით მეგი ბაქრაძე ფიზიკურად აცრის ოთახში ასე მშვიდად ვერ უნდა დამჯდარიყო. აცრამდე რო გადაგვეხო სურათი, ასეთ მასშტაბის დაზიანებას ვერ დახავდით. ანუ ეს განვითარდა რამდენიმე საათში. რამდენიმე საათში განვითარდა და ვეჭვათ, რატომ? მე ესე მგონია. ეხლა მე არ შემიძლია 100% ვთქვა, მაგრამ ეს მოსაზრებას რატომ დაგისაბუთებთ? აი ესეთი დაზიანებით, ასაც ჩვენ აქ ვხედავთ, ნუ აქ აპარატის გარეშე სუნთქვა შეუძლებელი. ანუ ესე იგი ხელნური სუნთქვის წარმოების გარეშე აი ეს პაციენტი ამისთან დაზიანება ვერ ისუნთქებს. ამიტომ რადგან ჩვენ ხო ვნახეთ ყველა სურათი, როგორ უკეთებენ გოგონას, ესე იგი აცრას როგორ ინტერვიუს იძლევა, იქ არ ჩანს ეს ქოშინი, ხო სწორი ესეთი მძიმე რესპირატორული უკმარისობა არ ჩანს. და ამიტომ ესე იგი ამისთან ფილტვების სურათის დროს რა თქმა უნდა ქოშინი ექნებოდა ძალიან მძიმე უკმარისობის სურათი იქნებოდა. რომ შევაჯამოთ სპეციალისტების მოსაზრებები, მეგი ბაქრაძის საქმეში ტომოგრაფიის ფაილების შესწავლამ ახალი დეტალები გააჩინა. ნათლად გამოჩნდა, რომ მას ხელოვნური სუნთქვის აპარატის მილი მხოლოდ ცალ ფილტვში ჰქონდა ჩადგმული. ამასთან ერთად მას ორივე ფილტვი დიდი ალბათობით რამდენიმე თვის წინ გადატანილი COVID-ისგან ჰქონდა დაზიანებული. სპეციალისტები დარწმუნებით ვერ ამბობენ, რომ არასწორმა ინტუბაციამ მისი გარდაცვალება გამოიწვია, მაგრამ დანამდვილებით იციან, რომ ეს ყველაფერი მისი გადარჩენის შანსებს შეამცირებდა. თავარ კითხვებს, რა გახდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზის კვლევებმა უნდა გასცეს პასუხი, რომლებიც მრავალი დაპირების მიუხედავად ჯერ არსად ჩანს.